გაურკვევლობა თითქოს ბედად დაჰყვა ციხე-ქალაქ ანაკოფიას. აფხაზეთში ივერიის მთაზე აღმართული განსაკუთრებული მნიშვნელობის ციტადელის აგების არც თარიღია ცნობილი და არც გარემოებები. ამ უნიკალური ძეგლის შესახებ ისტორიამ ვაღუშტი ბაგრატიონისგან ასეთი აღწერილობა შემოინახა. იყო ქალაქი კეთილი შვენიერი, სხვასაზე დააშენებული და შემდგომად ბაგრატიონთაგან განდიდებული. ქართულ საისტორიო წყაროებში ანაკოფია პირველად მურვანკრუს ლაშქრობასთან დაკავშირებით ამოხსენებული. ანაკოფია სრულიად განსაკუთრებული ადგილია იმ მხრივ, რომ ანაკოფია ერთგვარი სიმბოლო გახდა ქართულ აფხაზური ისტორიული ერთობის. მე რამაქვს მხედველობაში პირველად ანაკოფია ქართულ წერილობით ძეგლებში იხსენიება მერვე საუკუნის 30-იანი წლების მოვლენებთან დაკავშირებით. ეს არის მურვანკრუს შემოსვლა საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს აოხრება, დასავლეთ საქართველოში გადასვლა და ანაკოფიაში გაიმართა ბრძოლა მომხდურ არაბებსა და ქართულ აფხაზურ შეიარაღებულ ნაწილებს შორის. მოიგერიეს ეს ბრძოლა, სხვათა შორის ხაზს უსვამენ, რომ ღვთისმშობლის ხატი მათ დაეხმარა, ეს ასე აღწერილია წყაროში და ეს სიმბოლური ფაქტი ერთობლივი ბრძოლის. აი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აფხაზი კოლეგები დღეს გასაგები კონიუნქტურის გამო ცდილობენ მაქსიმალურად წაშალონ ქართული კვალი აფხაზეთში, აი ამ ფაქტს ვერ გაურბიან და დღემდე ეს ფაქტი, ეს ერთობლივი ბრძოლის ფაქტი არაბი და მომხდურების წინააღმდეგ ამას ხშირად აშუქებენ, სწორად მეტნაკლებად სწორად აშუქებენ, არის ცოტა გადახრები, მაგრამ მეტნაკლებად სწორად აშუქებენ და ვერ უარყოფენ, რომ წარმართველი ძალა ამ ბრძოლაში, ანაკოფიის ბრძოლაში იყვნენ ქართველი ერისმთავრები. სტრატეგიული მნიშვნელობა ანაკოფიას არცმა შემდეგ დაუკარგავს, რაც სამეფოს დედაქალაქმა ქუთაისში გადაინაცვლა. საქართველოს გაერთიანების შემდეგ იგი იყო თავადი ციხეთა აფხაზეთისათა და ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა, რომელიც რამდენჯერმე განუახლებიათ და ახუდგენიათ. იქვე მდგარა სამეფო ჯარი, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარს იცავდა. მე-14 საუკუნიდან ანაკოფია თანდათან დაკნინდა. 1875 წელს ანაკოფიის ნანგრევებთან ახალი ათონის მონასტერი დაარსდა, რომლის სახელი ეწოდა მთელ იმ ადგილსაც. ანაკოფია ძალიან რთული თავისი ისტორიით, თავისი მრავალფენიანობით, მრავალფენიანობაში გულისხმობ იმ სამშენებლო ფენებს, რომელიც ჯერ კიდევ კარგად არ არის შესწავლილი, რადგან ის მოითხოვს მრავალმხრივ კომპლექსურ კვლევას. სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ, იქნება ეს ისტორიკოსი, არქეოლოგი, წარწერების, ლაპიდარული წარწერების, რელიეფების და ასე შემდეგ. მისი მდებარეობა, აღნაგობა, მოცულობა და აი ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან დიდი ისტორია აქვს. ანაკოფიაში ივერიის მთაზეა ეს ციხე, ეს კომპლექსი, სადაც იყო, როგორც ჩანს, ტაძრებიც იყო. ეს იყო რეზიდენცია აშკარად იმ აფხაზეთის ერისთავისა და პირველ ეტაპზე ანაკოფია იყო აფხაზთა მეფის რეზიდენცია, წლეონ მეორე აფხაზთა მეფე, ანუ ის დასავლეთ საქართველოს მეფეა, მაგრამ საწყისი რეზიდენცია მისი იყო ეს ანაკოფია და მე ვახუშტის სარწმუნო ცნობით ის ანაკოფიიდან ქუთაისში გადადის და ხდება ქუთაისი ცენტრი მთელი დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური ცენტრი. 1957-58 წლებში განხორციელებულმა არქეოლოგიურმა კვლევამ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო ამ ტერიტორიაზე, ცხადი გახადა შემდეგი ფაქტები. ციხე-ქალაქს ეკავა 7 ჰექტარი ფართობი გარშემორტყმული კოშკებიანი გალავნით. შიდა ციხე ბორცვის წვერზე იდგა. იქვე იყო ბაზილიკური ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. ასევე მიკვლეულია ელინისტური ხანის ნამოსახლარის ნაშთები.
1988 წელს დაიგეგმა უკვე ანაკოფიის რესტავრაციის საკითხები. იმ ექსპედიციის წევრი მეც ვიყავი. თანამშრომლობით აფხაზ კოლეგებთან, რომლებიც იქ დახმარებას უწევდნენ ქართველ მკვლევრებს და ქართველ რესტავრატორებს, ის რაც გაკეთდა, სულ ამ ნიადაგზე იყო და სხვათა შორის კარგი ურთიერთობა იყო. მაგრამ სამწუხაროდ ეს ექსპედიცია შეწყდა. ქართველი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ რუსულ და აფხაზურ პრესაში ანაკოფიაზე ბოლო დროს გავრცელებული ბევრი არასწორი ინფორმაციის გასაქარწყლებლად კიდევ ერთი კომპლექსური კვლევის ჩატარება აუცილებელი. ფიქრობდით, რომ იქნებ რაღაცნაირად ახალგაზრდობა, რომ რაღაცნაირად ჩამოვიდეს თბილისში, იმიტომ რომ ქართული ხუროთმოძღვრების ღრმაცოდნის გარეშე ასეთი ძეგლების გამოკვლევა შეუძლებელი არ დაგვეხმარება ჩვენ არც რუსული არქიტექტურა, რა თქმა უნდა, ფართოდ უნდა მიმოვიხილოთ, მაგრამ ეს უკვე ქართული ძირები აქვს ამას, რა თქმა უნდა, ბიზანტიური გავლენაც იყო, მით უმეტეს მეზობელ რეგიონს წარმოადგენს, მაგრამ ძირეული მაინც ეს არის. მაინც აფხაზური არქიტექტურული სკოლა არის დიდი ქართული ხუროთმოძღვრული სკოლის შემადგენელი ნაწილი, ისეთი როგორც კახეთი, ტაო-კლარჯეთი, ქართლი და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი ჩვენი აფხაზი მეცნიერები ცდილობენ, ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეებიც და სხვაებიც, ესე იგი ცდილობენ როგორმე ჩამოაცილონ აფხაზეთის ზოგადად ქართულ ეთნოკულტურულ პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ სივრცეს და სხეულს, ეს მათ არ გამოუდით, იმიტომ რომ უახლოესი ანალოგები იქ მოპოვებულ არტეფაქტების უახლოესი ტერიტორიული ანალოგები არის დანარჩენ საქართველოში, ტაოში, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, აღმოსავლეთ საქართველოში და ესე იგი მე ისე თქვა მინდა რომ თვითონ ესენიც კი ვერ გაექცნენ ამის აღიარებას. ერთი სივრცეა ეს მართლა საერთო ისტორია. ანაკოფიის მრავლის მნახველი ნანგრევები ჩვეული მდუმარებით ინახავენ საუკუნოვან საიდუმლოებებს და მოთმინებით ელოდებიან ისევ როდის შეივსება ახალი რეალური ამბებით ჩვენი საერთო ისტორია.